ვარ რეზო სულუხია, სოხუმელი. სკოლა დაამთავრე ქალაქ სოხუმში, ჩავირიცხე რიგის სამედიცინო ინსტიტუტში, დაამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი, რის შემდეგ კლინიკური ორდინატურა გავიარე ქალაქ ლენინგრადში, ასპირანტურა და დოქტორანტურა დავიცავი ხარისხი ლენინგრადში, სამედიცინო საბჭოზე. რის შემდეგ გუდრიფშის სამშობლო სახლში ვიყავი პირველი სამეონო სამსახურის გამგედ. 80 წელს გადმომიყვანეს ქალაქ სოხუმის სამშობლო სახლის მთავარ ექიმად. 93 წელს ნაცნობი მოვლენების შემდეგ მოგვიწია ქალაქ თბილისში ჩამოსვლა, რის შემდეგ მუშაობდი მიან გინეკოლოგად. ხუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრი გაიხსნა 2003 წელს, რის შემდეგაც მე 17 წლამდე 2003 წლიდან 17 წლამდე ვიყავი სამეონო გინეკოლოგიური სამსახურის უფროსად. პერინატალური ცენტრი ერქვა მაშინ ბავშვთა სამსახურის შედის. ამ სამსახურის უფროსად. ამ ეტაპზე ვარ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მიან გინეკოლოგიის და რეპროდუქტოლოგიის კათედრის პროფესორი და ჩვენი დეპარტამენტის ხუდუშაურის დეპარტამენტის პროფესორი. მოღვაწეობთ აქ კლინიკურ დარგში, მოდიან სტუდენტები ევროპის უნივერსიტეტიდან, იქაც ვარ მოწვეული და ვკითხულობ მიან გინეკოლოგიას. და ამავე დროს პრაქტიკული მუშაობა გვიწევს გვაქვს ოპერაციები, როგორც გინეკოლოგიური, ისე სამეონო. ჩვენ მე მაგალითად ყველა პროფესია ძალიან კარგია, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ მომიწია მიან გინეკოლოგად მუშაობა. როცა პირველი სიცოცხლე იწყება, დაბადება, ამაზე ბედნიერება არ არის, რომ ამის მოწმე ხარ, რომ პირველი ესე იგი ტირილი ბავშვის, ხო, ეს პირველი ჩახუტება დედის საოცარი რაღაცაა, განუმეორებელი გზნობაა. ყოველ დღე მიწევს მე ამ პროცესში მონაწილეობა და დიდი ბედნიერებას გზნობ მაგაში. ნუ ახლა სამედიცინო დარგში არა ფაქტურად ქირურგიული პროფილი მინდოდა ამერჩია, მაგრამ მაინც უფრო ახლოს იყო ჩემთან, აი მიანობა გინეკოლოგია უფრო დადგა. ეხლა ყოფილ საბჭოთა კავშირში 85% მიან გინეკოლოგების იყო ქალები და ფინეთში პროფესორი იანინი იყო და ლენინგრადში ჩამოდიოდა ჩემი შეფი დავიდოვი. და ისინი მეგობრობდა 85% 90 იყო მამაკაცები. დასავლეთში რო ნახო ბევრ ქვეყნებში არა ეს ვითომ და ფიზიოლოგიური პროცესია, მაგრამ რთული სამუშაოა ეს ფაქტიურად, ეს ხო არ არის რაღაცა ხუთწუთიანი რაღაცა, ხო? ორი სულია, ერთი სული კი არა, ორი სულია და გიწევს 9 საათი პირველ შეჯიბრებაში 10 ექსტრემალურ სიტუაციაში ხარ, ხასიათი ქალბატონების რო არიან, კაი მიანები, ცოტა ისეთი ხასიათიც უნდა გქონდეს, ცოდნისა და გამოცდილების გარდა ხასიათი სჭირდება. რომ რთულ სიტუაციაში განსაზღვრო და შევარდე და ამ ცეცხლში იმაში გამოხვიდე გამარჯვებული. დიდი რაღაცაა, დიდი ბედნიერებაა და ჭირდება ეს ჩემთან უფრო ახლოს დადგა ეს პროფესია, უფრო ახლოს დადგა და მე ბედნიერი ვარ. მამა ჩემიც გინეკოლოგი იყო, ალბათ ამანც იმოქმედა, მიან გინეკოლოგი. ხო და ალბათ ამანც იმოქმედა, მე კიდე იყო როგორც ორგანიზატორი, მაგრამ თავიდან მიან გინეკოლოგი იყო სამშობლო სახლის გაყოფილების განმგებელი მთავარი ექიმიც იყო და ალბათ ამანც იმოქმედა. ხა ჩემი ზღვა ფსიქიატრია, მთავარი ფსიქიატრია აფხაზეთში. იმას არა, მაგრამ რო ნახა ქირურგიული პროფილი არა. ჩემთან უფრო ახლოს არის ფსიქიატრიაში. ჩემთვის ეს პროფესია დადგა უფრო ახლოს. თავიდან რო იყოს ასარჩევი, რო ვიწყებდი თავიდან ცხოვრებას, რასაკვირველია ისევ ამას არჩევდი, ისევ ამ პროფეს. ეხლა უშულობის პრობლემა გაიზარდა პროცენტით წინ დიდი იყო, ხა ძალიან დიდი პროცენტია უშულობის. აი ყოფილა ჩვენთან შემთხვევა 26 წელი იყო უშულობა, 19 წელს გათხოვდა და 55 წლის ასაკში 3 ტყუპი იყო. ხო და ორი ბიჭი და ერთი გოგო შეეძინა. რასაკვირველია, იქ ემოციები სხვაა. თუ სპინალური ანესთეზია დაკეთებ ოპერაციას, წარმოიდგინეთ, ხო, ამდენი წელი ელოდება ბავშვს და ესმის ესე იგი მისი შვილის ხმა, ტირილი, ერთის, მეორეს, მესამეს, ცემლები მოდის საოცრად. განს ემოციები დიდია, რასაკვირველია. და ახლა რაცა უნდა იყოს, თუ პირველი მშვიდობა იყოს, ხო? თუმცა სიტყვა კარგია, ქართული, ორ სული. გრავიდიტას ლათინურად ხო ორი სულია ხანდახან სამი სულიც ატყობი ნაყოფი თუ არის ხო რასაკვირველია რთულია ჩვენ ვფიქრობთ თლიანობაში ხო ეს ვითომ ფიზიოლოგიური პროცესია მაგრამ უნდა გავსაზღვროთ ყველაფერი ხო რისკის ფაქტორები და რაღაცა ამიტომ ძალიან საინტერესო პროფესია ვითომ ხალხს გონიათ ეს ფიზიოლოგიური პროცესია კი სკანდინავიის ქვეყნებში ბევრში ბიბია ქალი ღებულობს როგორც წინათ სახში ოღონდ 5 წუთი უნდა იყოს სამშობიარომდე კარდიოტოგრაფი მიაქვს, მანქანა იქ დგას, მაგრამ მაინც ფიზიოლოგიური პროცესი წუთში შეიძლება გახდეს რაღაცა პათოლოგიური. მე ამას რამდენად სწორი არ ვიცი მართალია. ასლა მოხდეს პაციენტის სასწრაფო ოპერაცია მოხდეს. ასე რომ ეხლა პროფესიაში რასაკვირველია, ხა იტყვიან რომ აი ინტუიცია, ხო?
ინტუიცია დამყარებულია ცოდნაზე და გამოცდილებაზე. ასე იგი ღმერთისა გამოცემული ნიჭი ალბათ რაღაცა და ცოდნა და გამოცდილება და აუცილებელია იღბალიც. უიღბლა მე ვიცი ხა ექიმები რომელიც პროფესიონალები იყვნენ, გამოცდილება დიდი აქვს, კარგად აკეთებს, ხელი კარგი აქვს და იღბალი არა. იღბალის უნდა თანგდებდეს. ხო, იღბალი. უიღბლა ხანდახან თვითონ აკვირდები, ხო? აი გამოცდილება ბევრი მინახია ადამიანი, არ მინდა გვარები დავასახელო. პროფესიონალ დროს შეხედავ ანატომიურად აკეთებს, ყველაფერს იცის გამოცდილება, მაგრამ რაღაცა არ გამოდის ხო ისე. იღბალი ჭირდება. ღმერთი აი ყოფილა რთული სიტუაცია გონია უიმედოა და რაღაცა ღმერთი რაღაცა გაძლევს ზალას და იმ რთული სიტუაციიდან გამოგიყვანს. კი იცი რომ ყველაფერი ანატომია ყველაფერი რაღაცა ისეთი რაღაცა გამოუვალი მგონია და იღბალი შველის და მე რა ვიცი ღმერთმა რთული ჩემი თავს იღბლიანად რომ ეხარია ღმერთის წყალობით რომ ისეთი არასაკურველია იღბალი გუნდი სადაც მუშაობდა ხელშეწყობა ღმერთის ხო, ეხლა რა, აფხაზეთის საოცარი კაი კუთხეა, ხო, ეხლა დავდივართ მთელ სოფლიოში რაღაცა, მაგრამ ეხლა ჩემი აზრი შეიძლება სუბიექტურია, მაგრამ აფხაზეთის სავით კუთხე. რა ვიცი, ნაკლებად ხარ, კი, შვეიცარიას ყოფილვარ კანარის კუნძულებზე რაღაცა, მაგრამ აფხაზეთის სავით სილამაზე კუთხე, ეხლა მე სოხუმელი კაცი ვარ, მაგრამ აი რომ მიუსერას გაზდები, ლიძავას, პიცუნდა, გაგრა, ვინმეს თუ აუფრენია ბამბორადან, ან სოხუმიდან და ეს უნახია კავკასიის ქედი, ეს ყურე. ჩვენ დავდივართ ხო ეხლა ბოდრუმი, ქემერი, ბილდები არის მშვენიერი ადგილია, ყველაფერი ხმელთაშუა იქნება თუ ეგეოსის ზღვა. მაგრამ ეს კუთხე აბა ჩემი აზრით სუბიექტურია, ხან სოხუმერი ვარ, მაგრამ კლიმატური პირობებიც სუბტროპიკი, სულ სხვა და ხალხიც მშვენიერი, გესმით? ეხლა ჩვენთან რა იყო? მრავალდეროვანი ის იყო, ხო? ესტონ კაცი იყო სოფელი, გუდრიფში. ესტონელები იყო დასახლებული. ურთიერთობა, სომხები, ბერძნები, ქართველები, რუსები, არ იყო ეს ქართველი. ეხლა მე სამშობლოს თავი მივიყავი, ხო, 422 კაცი მუშაობდა ჩვენთან. ჩვენთან იყო ნებისმიერი რელიგიის, კონფუციის, ბაპტიზმის იყო, მუსლიმანიც იყო, ქრისტიანიც იყო, ხო? ყველა ებრაელი იყო, ხო? აბსოლუტურად ურთიერთობა ჯანსაღი. არა რელიგიურით, არამედ პეტრ გრუზინსკის როლს. კაცი იყავ, კაცური და სადაც გინდა იქილოცე. ყველა ერთი გუნდი ვიყავი და ერთ ენაზე ლაპარაკობდით ყველაფერს. ხო, საოცარი კუთხე იყო და მე ყოველთვის ვამბობ ახალ თაობას, პატარა ქალაქის თავის დადებითი რაღაც აქვს, რომ ქალაქი აძლევს ადამიანს დახასიათებას. კაცი რო იზრდება და ახალი თაობისთვის ძალიან კაი იყო. კაც უნდა ესწორა სწორი ცხოვრების წესი და ახალი თაობა რო იზრდებოდა, დაწესებულება კი არ აძლევდა დახასიათებას ადამიანს, ქალაქი აძლევდა დახასიათებას. და ამიტომ ახალი თაობა რო უყურებდა, რომ არ უნდა შესლოდა რაღაცა, ლაქ არ უნდა დაგედო. ამიტომ ბევრი პლუსი უნდა პატარა ქალაქს და სოხუმი რა ვიცი. ჩემი რა ვიცი, ალბათ ისე ჩემი რა ვიცი, სამშობლოს კი არ ყურა ეს. საოცარი რაღაცაა. ბატონი გურამი მერთხელ თქვა, ოდიშარია. ჩემზე რომ ქალაქ სოხუმზე ლაპარაკობს როგორც ცოცხალ არსებაზე. ხო და მართლაც ასეა, ალბათ მე ხარ სოხუმელია ყველა ისე ალბათ ხო ისი. სამშობლოა შენი გაიზარდე აიღბი ფეხი მენტალობა სხვა ურთიერთობა სხვა ხა სოხუმლები რომ მიდიან არა აი ოჯახის წევრი მიდის მგონია აი ჩემი მეგობრები წავიდნენ ახლა ხო რომელიც სკოლაში ორ-სამჯერ მირეკავდნენ ესაუბრებოდი ოჯახებით ახლობლები ვართ ნათესავები ვართ ხო საოცარი რაღაცაა ჩვენ საერთო მეგობრები კი იცით რომ რა ვიცი ეხლა თაობათა ცვლა ყოველთვის იყო ეს პაპიროსებს რო წერდნენ როდის ჩვენ წლდა რო წონდე მაშინ ამბობდნენ ისინი რა ეშველება ახალ თაობას ჩვენ რო წავალთ იმ დროსაც ეს არ იყო სოციალური ქსელები იცვლება თამაშის წესები მენტალობა ფასეულობა იცვლება ხო მით უმეტეს ერთი წყობიდან მეორეზე თუ გადადიხარ რაღაცა ხო ცნობიერება ხო იცვლება ხო და არის სასაკვირველია ახალ თაობაში ძალიან ნიჭიერი ხალხი მოდის ძალიან ნიჭიერი ხალხი ეხლა ხანდახან იმას კი არ ვამბობ ხანდახან ზემოქმედება ოჯახზეც ბევრია დამოკიდებული რასაკვირველია და აღზრდაზე გარემოცვაზე როგორ არის დამოკიდებული იცვლება როგორ არა და ბევრი კაია სასიამოვნო ახალი თაობა მოდის ნიჭიერი ხალხი მოდის და უნდა იყოს თაობათა ცვლა იგივე ვერ იქნება ხო ფასეულობა იცვლება რაღაცები მაგრამ კაი თაობაა ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ახალი თაობით ეხლა ჩვენი სფერო ხო სოციალური სფეროა რასაკვირველია ყოფიერება განსხვავებულებას ხაც ყოფა რო ისე აქვს ხო ჩვენი სფერო როგორია ხო ხა საომარი მოქმედება რო იყო სოხუმში ხო ცოტა იყო მშვიდობა ან და კრიზისი როა ეკონომიური იკლებს მშვიდობას თავისთავად არის ამიტომ
ასაკრელი ხა, ნუ 80 წლებში მეტი იყო, ხო 100.000 იყო საქართველოს მშვიდობა, ხა კი აფხაზეთში 8,500 იყო წელიწადში. ნუ წავიდა აფხაზეთი, იქაც იკლო. რო ვკითხულობ 2000 ხა მშვიდობა. საქართველოს თუ იყო 80,000, ახლა 37-38,000 ხო? იკლო რა საკრელია. ხო, ნუ ახლა იცი რა გადინება კადრების. თორე მიდის კადრები ახალგაზრდა თაობა, ხო? პენსიონერები ხო არ მიდიან იმდენად და ახალშობილები. მიდის და ეს რევოლუციური ასაკი, რომელიც უნდა იყოს შობადობაზე მიმული, ის თუ წავიდა უცხოეთში, ხო, ეს თუ მიდის ნახევარწლით არ აუშავს და თუ მიდის საცხოვრებლად უკვე იკლებს შობადობა რა საკრელია. ცუდია. ცუდია. ხო, ახლა მე ძალიან მიხარია, ხო? შეიძლება როგორც გითხარით, ლენინგრადის შემდეგ მომიწია გუდრებში სამშობლოში მუშაობა, ხო? რომელმაც ვხვები და ახლა ისინი ხო გაიზარდნენ იმათი მშვიდობა ზოგიერთის მიხდება აქ ვიღება და ძალიან სასიამოვნოა, ხო? ესე იგი ერთაობა გავიდო და მეორე თაობაზე თანამონაწილე ვარ ამისი და ძალიან სასიამოვნოა რა საკრელია. ნუ кейსები ძალიან მეორეა ხო ესეთი გონია რომ რაღაც გამოუვალი მდგომარეობა და ბავშვები იბადება ხო? აი ყოფილა ახლა ნუ როგორც წინე დაუშვათ 22 კილოზე 7 კილოგრამის ნაკლები ითვლებოდა ნუ აბორტად ითვლებოდა ხო 22 კილოზე ზევით 500 გრამზე მეტი შუბადობად ითვლება. აი რამოდენიც წელს უკან 25 კილო და 2 დღე იყო. გავაკეთე ოპერაცია მოლდაველი ქალი იყო ცხოვრობს იტალიაში სტილისტია. თებერვლის 27-ში გავაკეთე ოპერაცია გაიწერა დეკემბერში. თითქმის 1 წელი იყო ჩვენი თეთრი თვე. ბავშვი იყო ჩვენ და ის ნამინდა თქვა ეს ისეთი სკაი სამსახურია ახალშობილთა რეანიმაცია რომ ეს ბავშვი გამოზარდეს. გვაქვს აპარატურა თანამედროვე სხვა დონის დამხრე ვენტილაცია და აპარატურა კადრები კარგია და ბევრია ესეთი кейსები საინტერესო რომელიც ეხლა ცხოვრებაში როგორც 8 მილიარდი ხალხია, ყველა განსხვავებული თავისი ბედი აქვს და არც არ ვერევი მის სწორად მოიქცა თუ არა. ყველას თავის ბედი აქვს და რაღაცა. ზოგი ისერჩება, ზოგი მესამე წელში მიდის, მეხუთეზე ყველას თავისი აქვს, ხო? შეხედულება რაღაცა. მე 2 წლის უკან 57 წლის ქალბატონი იყო მოსკოვში ცხოვრობს და მეუღლე 55 წლის იყო. გავაკეთეთ საკეისრო კვეთა და გახარებული იყო ცხოვრება, ახალი დაიწყო, ახალი ეტაპი დაიწყო მის ცხოვრებაში. ასე რომ ინდივიდუალურია, ხო? ეხლა რო დავკვირდები ისტორიულად რა, სხვაობები ხანდახან იყვიან ქმარსა და ცოლს შორის რამდენი უნდა იყოს სხვაობა, ხო? ეხლა რო აიღო კონფუცი, ხო? ჩვენც და როცა ნორის იყო 35 წელი იყო სხვაობა. აქეთაც რო წამოხა, ხო? ლუშკოვი, განაპოლსკი, რიმოვიკაც 35 წლები იყო სხვაობა. ხო და ასე რომ ინდივიდუალურია ყველას. იცით როგორ ხდება ხანდახან? აი ისა ბუნების საწარმო განმოწახვიდე. ხო და მაშინ სასტუმროში ცხოვრობდი, სასტუმრო აჭარაში. ხო და ღმერთმა მომცა შანსი. რეზო გავსკიდო შანსი რომ შექმნა ოჯახი და რაღაცა და ცხოვრების მატარებელი ხო მიდის. მე შევახტი ბოლო ვაგონს შეიძლება ხო? და ბედნიერი კაცი ვარ რომ ოჯახი შევქმნი, 2 შვილი მყავს, 2 ბიჭი და წარმატებულია ერთიც 13 წელი დაამთავრა, მეორე საბანკო სექტორში მუშაობს და მე ვამაყობ ჩემი შვილებით. სკაი სამეგობრო ყავს. იხარია, ბავშვობიდან ერთად მოდიან, მეგობრობენ და ხვდებით ხშირად ამ ხალხს და მე ვამაყობ. მეუღლე სოხუმელია. ეხლა ხანდახან წინათ ხო ძველთაობაში იტყოდნენ რომ ერთად რომ მუშაობენ პროფესია ხელს უშლის რაღაცას. პირიქით. მე რომ გითხო ხო, ეხლა როგორ არის ხანდახან ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, შეიძლება გვიან მივიდე ხო, გვიან რა, გვიან მოდივა ხო 8-9 საათზე, 10 საათზე და როცა უკვე შენი პროფესიისა, ხვდები ერთად ხარ, ერთად ცხოვრობ და ის პრობლემები, ნუ სოციალური პრობლემები ბევრია ხო, ოჯახის გადასაწყვეტი. ხო და ამიტომ აქ ვიწყდება ხანდახან ბევრი ისეთი რაღაცები არ გიწევს ხო დაღლილი ხარ ხამე მიხვიდა და დღის დროსაც ხარ შველედურში ხვდები და ბევრი რაღაცა წლებას რომ მე ვთვლი რომ პირიქით ამ ეტაპზე ჩემთვის ძალიან დადებითად იმუშავა ამ სულ მე თანაც თვითონ იმიტომ კი არა რომ მენტალობა თავისას შობა მაინც სოხუმელია თვითონ ლალი ამიტომ ხო ნუ მამას ვიცნობდი მუშაობდა სოხუმში ხო მაშინ არ ვიცოდი ხო გავიდა ესე იგი პირველ კურსზე იყო ლალი როცა მე მთავრექი მივიყავი და გადიოდა პრაქტიკას მოგეხსენებათ მაგ იმოსწავლდა მოსკოვში როცა მოვიდა სამედიცინო პრაქტიკა იყო მე მესამე კურსზე იყო მე დაიწყო ნუ მოგვიანებით ომი მე დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი ორდინატურა მე აფხაზეთის სტაციონარი გაიხსნა მე იქ მუშაობდი ხო და მე ლალიმ დაიწყო იქ მუშაობა და იქ დავახლოვდით ხო და მეუღლე კაი სიტყვა უღელი მიგავს ერთად ხო და როცა ერთად მიგავს უღელი არ გაწובה რა მაგი კარგია უკვე თანაბრათრორი განაწილები მეუღლე კაი სიტყვა სოხუმის დაცემის დროს ფაქტიურად არა ისეთი სიტუაციები იყო ცოცხალის ძალა წამოვიდა და მე იქ გადარჩენა ფაქტიურად ესე იყო რომ მომიწია ქუჩაში ზამდა გამოსულიყავი და აი მე მამაჩემი გადასული იყო
დედაჩემი მე და ჩემი ძმა და გადავრჩით. იქ გადარჩით სუპად არა იყო და გადავედით რომ ესე მოხდა რომ გავედით ძლივს და გადავრჩით. ცოცხალი და მოგიწია სოხუმი დაეცა ზაშუში უზავაში მოვიდი, უკვე აგუძარაში წავედი. სოხუმის სამშობლო სახლი დაიბომბა, ხო და მე მოგიწია წავსვლა აგუძარა იყო. იქ იყო სამშობლო სახლი გუდრიფშის, მაგრამ მე მუშაობდი აგუძარაში. მაშინ ესე იგი ვირწმუნე, ახლა იცით რა შესაძლოა. ახლა ზოგი რელიგიურად იცავს და ისეთი არა ვარ, რომ აი ყველაფერს ვიცავდე და მაგრამ შინაგანად წამს მე. ახლა არის ადამიანს არ წამს ღმერთის, მაგრამ მე ცხოვრებამ რომ ანახა ღმერთსა და ვისაც არ წამს, კანონზომიერება არ ცოდავს ცხოვრებაში. ღმერთისაგან მოცემული. ვინც ცუდს აკეთებს საქმეს არა, ბუმერანგი ვიტრიალდება ცუდი. მე რასაც დავაკვირდი ცხოვრებაში, აი თაობები მიდის ხო, გამივლია ცხოვრება. საცანი ცხოვრია რიგაში, ლენინგრადში, თბილისში, სოხუმში ხო. ვინც ცუდს აკეთებს, ბუმერანგი ვიტრიალდება. კაის გამკეთებელი, კაი უტრიალდება. თვითონ თუ არა მიშვიდეს მის ოჯახს. ასე რომ უნდა ირწმუნოს ადამიანმა. ეხლა ჩვენ დარგში მედიცინაში და მით უმეტეს კლინიკურ დარგს თუ ირჩევ, ადამიანი უნდა იყოს კაცთმოყვარე. ამას ვერ ისწავლი. ეს უკვე თანდაყოლილია. კაცმა შეიძლება ისწავლოს პროფესია და ეს უკვე რაღაცა კიდევ დამატებითი რაღაცაა. აი მე წინათაც ვთქვი რომ ბოტკინი ამოდა ხო 7-8 წუთის საუბრის შემდეგ პაციენტმა თუ ირგზო შოლა ცუდი ექიმი ხარ. 7 წუთში რა დიაგნოზი დაუსვა ან თუ რაღაცა ვერ არასაკრელია. პაციენტი როცა მოდის თვითონ გრძნობს მაგი უფრო გამწვეულია ზომათა ორგანო და თუ არა კაცმოყვარე შეიძლება პროფესია იცოდე კარგად, მაგრამ ეს თანდაყოლილი ნიჭი რაც არის ღმერთისაგან მოცემული, გენეტიკურად მოცემული და ნაპირობებში გაიზარდა, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საექიმო საქმეში. ამიტომ ახალ თაობას ისეთი უნდა ერჩიო, რაც შენ კომფორტულად ზო. კაცმოყვარე როცა ხარ არა, უფრო იხარჯები. პაციენტს უნდა უყურო როგორც შენი ოჯახის წევრს, შენ გვერდში უნდა ყავდეს. ისე უნდა მოიფერო, მოусმინო და გვერდში დაუდგე. გვერდში დგომა კი არა, თანადგომა ჯობია, გვერდში დგომას. თანადგომა. ხო, ნუ ჩემი დაბადების დღე იყო, იუბილეი იყო და ისე ხდება, რომ ჩემი ოჯახით გავდივართ, იმიტომ რომ ჩემი უმცროსი ვაჟიშვილი, ჩემ დღესაა დაბადებული. და ყოველდღე გავდივართ, არა ვარ თბილისში ყოველ შემთხვევაში და 14 აპრილს ვარ დაბადებული. 16-ში ჩამოვდივარ. მკითხეს რომ ამ დღეს იქნები თუ არაო. და მე ეს სიურპრიზი მომიწონს, მე ხო არ ვიცოდი რა, თურმე ყველას ცოდნია, შეიძლება ეს ყველა ცნობილი ხალხი თბილისის სამედიცინო სამყაროდან და ვხედავ რომ რაღაცა ხდება ხო, მითხეს რომ ქვევით უნდა ჩამოვიდე ქვევით, ვხედავ ესე იგი ეს ცნობადი სახეები საქართველოსი, ყველაფერი მომესალმე რაღაცა და მე რო ვნახე რომ ესე იგი ვასლავი და ხალიჩა რო არის წითელი ხალიჩა აქედან 7 კაცსა მრავალჟამიერი წამოვიდა და მე რომ მივხვდი რომ ვარსკვლავია, აი იქ უკვე ცერნები წამოვიდა უკვე მომაწვა. ასაკის ბრალი კი არა, ალბათ უფრო ემოციების და გუშინ მაშინაც ვთქვი მე ალბათ რა უნდა გამხარებოდა ხო, ამაზე მეტი. თანაც უხერხულობაში ვიყავით ჩვენი სფეროპოლიპროფილური დაწესებულება, მთელი კორიფეები, საუკეთესო სპეციალისტები, ნეიროქირურგები, ტორაკალისტები, ტრავმატოლოგები, ყველა სფეროს თერაპევტები მუშაობს და ვარსკვლავს გიხდიან. უხერხულობაშიც კი ჩავარდი, მაგრამ ძალიან ესეთი და რა უნდა გამხარებოდა, ალბათ სოხუმში დაბრუნება. ამაზე მეტი რა უნდა ყოფილიყო, ხო? მაშინ მომადგებოდა ალბათ სრემლები, რომ აი ბრუნდებით სოხუმში და რაღაცა და აი ამაზე მეტი ეს იქნებოდა თუ რა, აი რა ვიცი. ეხლა იცით რა არის, ეხლა თაობათა ცვლაზე თქვენ რომ ბრძანეთ, არა? ეხლა ეს იდეოლოგია როგორია, რამდენ აფხაზ უნდა რომ ეხლა ჩვენ ერთად ვიყო და რაღაცა. მე მაგალითად ადამიანს ვთვლი, კარგი და ცუდად, თორე ყველა იმაში არის, ხო, ხალხი. არიან ეხლა ჩემ თაობაში ხა ვინც არიან, ხო? ან და კიდევ უფრო ახალ თაობაში, ოჯახებში, რომელიც იციან ჩვენი ურთიერთობა. ისტორიულად ხა არ მინდა მე მოვყვე, ცუდი ეპიზოდებიც ყოფილა, ხო? აფხაზეთში რაღაცა, მაგრამ მე ხო მახსოვს, ხო, როგორი ურთიერთობა იყო აფხაზებთან, ხო, რა გავს გასაყოფი ოსებთან, აფხაზებთან, სომხებთან, ხო? ურთიერთობაზე უკეთესი არაფერი არ არის, ხო? უნდა დაალაგდეს სასაკრელია, ხო? სხერფლი იყო, უბედურებაა, ხო? ხა იმათ რაც ეთქო შვილებს, ხო? შვილები, ხო? ოჯახის წევრები დაიკარგენ, დაიღუპენ და ხო? ცუდია, ძალიან ცუდია, მაგრამ პროცესში შერიგების რაღაცა წავა, ხო, მოვა, ხო? ხო და უნდა იყოს სასაკრელია შერიგება. და მე მახსოვს ეს, ხო? მამაჩემი, ხო? ერთდროს გუდაუთაში იყო სამშვილოს თავი-ექიმა და ეს აფხაზები მახსოვს გუდაუთის წამები. იყო ჩასვლა, ხო? ურთიერთობა, ჯანსაღი, მე გუდაუთაში სოხუმში ვიყავი, ხო, რამდენი აფხაზი იყო ჩვენ დამუშავებდა, შობიარობდნენ, ხო? ურთიერთობა როგორც გითხარით, ყველა ეროვნების იყო და ურთიერთობა ჯანსაღი იყო. მე რო დაიღრობა სისხლი, სასაკრელია, მე მწავდება ყველაფერი ეს და არის მტრობა და რაღაცა. რამდენი თბილისელი ვიცი დაბრუნება რო იყოსო,
მე ჩავალო გაგრაში, პიცუნდაში ვიმუშავებ, სოხუმში და მიხარია.